კიდევ ერთხელ მოგესალმებით, უყურებთ ქრონიკას 14 საათზე. გერმანიის ელჩის მიკერძოებული სტანდარტი რა შეფასებები კეთდება პიტერ ფიშერის განცხადებაზე, პირდაპირ ჩართვა ქრონიკაში. რა ნიშნით გასცა საფრანგეთის საელჩომ გრანტის სოვლაბზე, დიპლომატიური წარმომადგენლობა დუმს. ნების კვირეულში წითელ პარასკევს იერუსალიმში მომლოცველების განსაკუთრებული სიმრავლეა. პილიგრიმები ვია დოლოროსას გადიან, ანუ იმ გზას, რომელიც მაცხოვარმა ჯვარცმამდე გაიარა. ჯვრებით, ლოცვით, გალობით პილიგრიმები იხსენებენ იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელ საათებს და ლომის კარიბჭიდან გოლგოთამდე, ანუ მაცხოვრის აღდგომის ტაძრამდე მსვლელობას მართავენ. ტრადიცია ბუნებრივია არც წელს დარღვეულა, ვარლამ ციკლაური გვიერთდება იერუსალიმიდან. კეთი წმინდა მიწაზე ქართული გალობისა და ლოცვის ხმა ისმის, აქ არიან ქართველი მომლოცველები, რომლებიც გადიან სწორედ იმ გზას, რომელიც სახარების მიხედვით მაცხოვარმა ჯვარცმამდე გაიარა. ეს არის, როგორც გითხარით, 600 მეტრიანი მონაკვეთი და 14 გაჩერება. თითოეულ გაჩერებას აქვს თავისი დატვირთვა. ჯვარცმისკენ მიმავალი იესო სულ 3-ჯერ დაეცა და 14-ჯერ გაჩერდა. როგორც გითხარით, წელს იერუსალიმში ხალხმრავლობა ძალიან ბევრი ქართველი არის ჩამოსული. ახლა ჩემთან ერთად იმყოფებიან ის ადამიანები, რომლებიც წმინდა ცეცხლს ჩამოაბრძანებენ საქართველოში. ქალბატონი ციცო. პირველი წლიდან. დიახ, ქალბატონი ციცო. როგორც კი ფეხი დადგა ქართველმა წმინდა მიწაზე. მე მინდა წინასწარ მიულოცო ჩემს ერს, ჩემს დედა ეკლესიას, ჩემს უსაყვარლეს პატრიარქს, ჩემს მთავრობას და ხელისუფლებას, მაგათ შემოვევლე, რომ მშვიდობა რო არა, არავინ არ ვიქნებოდით აქა. დიდება და მადლობა უფალს. კონდეს მშვიდობიანი აღდგომა. გაიხაროს ჩემმა ქვეყანამ. აღდგეს როგორც ლაზარე ჩემი ქვეყანა. გამთლიანდეს, გაძლიერდეს და გაბწყინდეს. გაიხარეს საქართველო. ქალბატონი ციცო, რომელ საათზე ჩააბრძანებთ წმინდა ცეცხლს საქართველოში? რომ 12 საათზე უკვე უნდა ვიყოთ ტაძარში. მონაცემებით რაც კი გვაქვს ავიაციიდან. და მიაბრძანებთ სამების საკათედრო. დიდ სამებაში და მოგვივიდა ძალიან სასიხარულო ინფორმაცია, რომ აი მკურნალობამ, რომელიც ამას წინათ გაიარა უწმინდესმა, დადებითად ჩაიარა და უწმინდესი იქნება დიდ სამებაში. გაიხარეთ ყველამ და გავიხაროთ ყველამ. დიდი მადლობა ჩემ უსაყვარლეს ტელევიზიას. მარტო ამ ლოგოს რომ ხედავ უკვე ვიცი რომ მშვიდობა. გაიხარეთ. დიდი მადლობა. მამაო, თუ შეგიძლიათ გითხრათ რა დატვირთვა აქვს დღევანდელ დღეს მორწმუნეებისათვის? დღეს არის ძალიან მძიმე დღე, დღეს არის მაცხოვრის ვნების დღე, როდესაც აწამეს გამოიყვანეს ამ გზაზე და გოლგოთამდე ატარებინეს მძიმე ჯვარი, რომელიც თავისი ხორცით იტვირთა ატარა და დღეს არის ის ჯვარცმის დღე, როდესაც ყველაზე მეტად ეს თავისი სურვილით აიტანა გოლგოთაზე და კაცობრიობის გამოხსნის სიკვდილის დამარცხების დღე არის დღეს. ქალბატონი დანა, გითხრათ რას ნიშნავს დღევანდელი დღე მორწმუნესათვის? ყველაზე მძიმე დღეა. ყველაზე მძიმე დღეა დღევანდელი დღე ყველა ქრისტიანისთვის სამყაროში, ვინც მართლმადიდებელია და ჩვენ ქართველები ჩამოსულები ჩვენი ქვეყნიდან გავდივართ დღევანდელ დღეს ზუსტად იმ ადგილს, ზუსტად იმ ტერიტორიას, სადაც ეწამა ჩვენი ქრისტე ღმერთო ყველას დედამიწაზე, ყველას ამ სამყაროში, ყველას კონდეს ისე როგორც მამაზეც უნდა და ჩვენი ყოფნა. დიდი მადლობა. სულ ცოტა ხანში დასრულდება ვია დოლოროსა გოლგოთასთან და შემდეგ შესრულდება გარდამოხსნის რიტუალი. მოგვიანებით საღამოს უკვე დაილუქება მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარი სპეციალური ცვილით და ხვალ დილამდე არ გაიღება. დიდ შაბათს კი ყველა ერთად ველოდებით მაცხოვრის საფლავიდან წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას. მადლობა ვარლამ, იერუსალიმიდან ვარლამ ციკლაური საუბრობდა ქრონიკის პირდაპირ ეთერში. წითელ პარასკევს მაცხოვრის ჯვარცმას ჯვრიდან გარდამოხსნას და დასაფლავებას იხსენებენ. სამების საკათედრო ტაძარში სრულდება გარდამოხსნის წესი. დიდი პარასკევის სერობა 14 საათზე დაიწყო სწორედ იმ დროს, როდესაც გადმოცემის მიხედვით იესო ჯვარზე მიიცვალა. მსახურების შემდეგ ტრადიციულად შესრულდება ღვთისმშობლის დატირება.
ყველა ადამიანი განსაკუთრებულ განცდებშია დღევანდელ დღეს. თითქმის 7 კვირის განმავლობაში იყო მარხვა და ყოველ ტაძარში ტარდება მსახურებები, დილით შესრულდა სამეუფეო ჟამნობა და ეხლა 2 საათზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრე მეუფეშიოს ველოდებით იქნება გარდამოხსნის გამობრძანება და შემდეგ დატირების გასაგალობები. ეს არის ერთ-ერთი ურთულესი და უმძიმესი დღე სამყაროსთვის, ქრისტიანებისთვის, როცა მაცხოვარი ჯვარს აცვეს. თუმცა არ გაიგეს რატომ. ერთ-ერთმანეთის გადაბრალება ეს ისტორია და შორსაბუყვანს ამაზე საუბარი, მაგრამ ჯვარზე გაკვრას მოყვება აღდგომის სიხარული. ყველაზე მთავარია ჩვენ მოვინანიოთ ის, რაც შინაგანად ალბათ ნებსი თუ უნებლიეთ ჩავიდინეთ და გვიყვარდეს ერთმანეთი, პატივირცეთ ერთმანეთს, გაუფრთხილდეთ ერთმანეთს და სამყაროც უფრო თბილი და კარგი იქნება. გერმანიის ელჩის მიკერძოებული სტანდარტი შალვა პაპუაშვილი პიტერ ფიშერს ახსენებს, რომ რამდენიმე თვის წინ გერმანიაში ზურაბ ადეიშვილი იმყოფებოდა, ადამიანი, რომელიც არაერთ დანაშაულშია მხილებული. პარლამენტის თავმჯდომარემ ეს მას შემდეგ დაწერა, რაც გერმანელმა დიპლომატმა თქვა, რომ არ სურს ადამიანის უფლებების დამრღვევები მის ქვეყანაში ჩავიდნენ. ნინო არღულიანი თემის დეტალებით. განცხადებას, რომელსაც ახლა პირდაპირ ეთერში მაყურებელი ისმენ და არც მეტი არც ნაკლები იმ ქვეყნის ელჩი აკეთებს, სადაც ზურაბ ადეიშვილს პატივით მასპინძლობენ. ამ დროს კი ზურაბ ადეიშვილი თავად გერმანელებმაც კარგად იციან და მით უმეტეს საქართველოს მოქალაქეებმა კარგად იციან, რომ საქართველოში ქართული მართლმსაჯულების მიერ უკვე ბრალდებულია და მსჯავრდებულია ისეთ საქმეებზე, როგორიც არის კობა დავითაშვილის გატაცება, ციხეებში ადამიანის წამება და ტელეკომპანია იბერიის წართმევის საქმე. სწორედ ამ ფონზე მმართველი გუნდის წევრები პიტერ ფიშერს ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებენ და მასაც და ევროპელ ბიუროკრატებსაც თბილისიდან ეუბნებიან, რომ ვერც სანქციები და ვერც ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი, როგორც ვენდეტა საქართველოში გამოყენებული ვერ იქნება. მმართველი გუნდი საუბრობს იმის თაობაზეც, რომ აუცილებელია, რომ პოლიტიკური შანტაჟი ამ საკითხებით შეწყდეს. რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას, დღეს ნაციონალურ მოძრაობასთან რამდენიმე კითხვა დაგვჭირდა იმისთვის, რომ საკუთარი პარტიის ყოფილი მაღალჩინოსნები გაეხსენებიდან, მათ შემდეგ რაც ადეიშვილი გაიხსენეს, თქვეს, რომ ეს საკითხები უკვე დაძველდა და ამაზე საუბარი დღეს აღარ უნდათ. არსებობდეს მტკიცებულებები იმისთვის, რომ ეს ადამიანი კონკრეტულად ვიზეთ საუბრობთ, არ ვიცი ვიზეთ საუბრობთ, მაგრამ ზოგადად მტკიცებულებები არსებობდეს და ევროპულ სასამართლოებს რო იყოს გქონდეთ გაგზავნილი, ევროპულ სასამართლოებში შესაბამის გადაწყვეტილებებს გამოიტანენ. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ დღევანდელ პრობლემებზე, მუდმივად აქცენტის გაკეთება 15 წლიდან ამბებზე არის უბრალოდ არაადეკვატური. შეურაცხმყოფელია ქართული ხალხის მიმართ ის დამოკიდებულება, რომ ზურაბ ადეიშვილი, რომელიც იმგვარი რეჟიმის წარმომადგენელი არის, როგორიც მაგალითად მთელი სოფლიოსთვის და გერმანიისთვის ფაშიზმი იყო, თავის სამყოფელს პოვებს გერმანიაში და გერმანიის სახელმწიფო არ ითვალისწინებს ქართული ხალხის მოთხოვნას, ქართულ სამართალს და იმ ელემენტარულ პარტნიორულ ურთიერთობას, რომ ჩვენს ქვეყანაში ასეთი უმძიმესი დამნაშავეები არ გადაადგილდებოდნენ თავისუფლად გერმანიაში. მე ვერ ვიტყოდი, რომ ეს არის ჩვეულებრივი ადამიანის უფლებების დამრღვევი ადამიანი, თუნდაც გეზერაშვილი, თუნდაც ადეიშვილი. ეს არიან ადამიანები, რომლებიც არიან თავიდან ბოლომდე სიცხეში გასრულები. საქართველოს ტერიტორიების ოკუპირება, 20%-ის ოკუპირება მნიშვნელოვან საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ მნიშვნელოვანწილად არის დაკავშირებული ამ მოღალატეობრივ ეგრეთ წოდებულ შეცდომებთან, რომელიც იქნა ხელისუფლების მიერ დაშვებული და რომელშიც გეზერაშვილი, თავდაცვის მინისტრი და ადეიშვილი მონაწილეობდნენ. არა თუ ადამიანის უფლებები დაარღვიეს, არამედ ბიუჯეტი გაძარცვეს, ჯარს ფული წაართვეს. ორმაგი სტანდარტის მოცემულობაში რაღაც მწვერვალებს აღწევს ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების ქმედება, კერძოდ თუნდაც გერმანიის, მაშინ, როდესაც საზოგადოება ძალიან კარგად იცის სააკაშვილის სადისტური რეჟიმის შემქმნელები და არქიტექტორები როგორ თავისუფლად დაიარებოდნენ ამ ქვეყნებში, იგივე ზურაბ ადეიშვილზე შეგვიძლია ჩვენ ძალიან მარტივად ვთქვათ, ახლა არ ვიცი მე ეძებენ მიზეზს, სადაც მიზეზი არ არსებობს, ცდილობენ ბნელოთახში შავი კატის მოძებნას მაშინ, როდესაც ის იქ არ არის და ადგენენ და აწესებენ იმ სახის შეზღუდვებს, რომლის აზრი და არსი არის ერთადერთი.
საქართველოზე მოხდეს ზეწოლა, საქართველო აიძულონ, რომ დაექვემდებაროს იმ რეჟიმს, რა რეჟიმითაც ჩვენ კარგად ვიცით, უკრაინა როგორც სავალალო დღეში ჩავარდა. პიტერ ფიშერი მმართველი გუნდის წევრებმა ორმაგ სტანდარტში პირველად არ ამხილეს, რადგან გერმანიის ელჩი უკვე დიდი ხანია დიპლომატიური სტანდარტებიდან გავიდა და ქართულ პოლიტიკაში ხშირად და უხეშად ერევა. მადლობა ნინო არღულიანს. პარლამენტის თავმჯდომარე საფრანგეთის საელჩოს მიერ ორგანიზაცია საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის დაფინანსებას ეხმიანება. შალვა პაპუაშვილის განცხადებით შეუძლებელია ელჩმა არ იცოდეს თუ ვისზე გასცემს გრანტს დიპლომატიური წარმომადგენლობა. საფრანგეთის საელჩოს ქრონიკამ გუშინ კონკრეტული კითხვებით მიმართა, რაოდენობის გრანტზეა საუბარი და რა ნიშნით შეარჩიეს აღნიშნული ორგანიზაცია, თუმცა ამ დრომდე საელჩო დუმს. ფოტო რაც ვიხმნეთ, საფრანგეთის ელჩი და მის უკან ნაცები. ანუ ნაციონალური მოძრაობის ათეულის წევრი ირაკლი ხვადაგიანი, რომელიც დეპუტატი იყო ცოტა ხნის წინ, გახდა ამ არჩევნების შედეგად დეპუტატი, რომელმაც არჩევნები უარყო, გადაუარა, ყველაფერს მიაგდო მანდატი. გიორგი კანდელაკი, ადამიანი, რომელიც არათუ ეხლა ხომ, აი წამებელი სისტემის შემქმნელი ერთ-ერთი და იდეოლოგი. მაშინ, როდესაც ნაციონალურ მოძრაობა ხელისუფლებაში. ხვადაგიანსაც შეეხება ადამიანი აი ეხლა ნაციონალურ მოძრაობაში ჩაეწერება და ოფიციალურად აქამდე თუ ფარული ნაცი იყო, ოფიციალურად ნაცი გახდება. ხო, გასაგებია ამ ადამიანის მორალური კომპასი რამდენად დაბალი არის. გონსარი, ვისაც აფინანსებდა და თუ გონსარი ფიქრობს, რომ ჩვენ ვართ სულელები და ჩვენ უნდა დავიჯეროთ, რომ ის ფულს აძლევს. ეხლა ხალხს, ვინც ეხლა იყვნენ ძალადობრივი აქციების ორგანიზატორები და ჩართულები ამ ყველაფერში, ფრანგეთის ელჩს ნაცები გონია დემოკრატია, ნუ აი ეს არის პრობლემა. ამ ადამიანს როგორ გაუხსნა, რომელიც საგამოძიებო კომისია უშველის ამ ადამიანს რომ აუხსნა წამების სისტემის შემქმნელ პარტიის წარმომადგენელს. მათ ხელფასების გადახდას რომ ეძახის ადამიანი დემოკრატიის განვითარებას ვინმე. ნუ ეხლა აქ ხო ზედმეტია საერთოდ საუბარი, ღირებულებითი სხვაობა ხო ჩანს ამ შემთხვევაში. იმდენად დარღვეულია ყველა პრინციპი. რომ ფაქტიურად ჩვენ შეგვიძლია ველაპარაკოთ, რომ ეს არის პოლიტიკური ფული, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის შავი ფული და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, წარსული გამოცდილებიდან, სულ ახლახანს, აი ახალი ისტორიიდან, რომ ეს ფული კვლავაც მოხმარდება პროცესების რადიკალიზაციას, რაშიც საფრანგეთი გარკვეულწილად დღესდღეობით ყოველ შემთხვევაში არის დაინტერესებული, მას თავის პრაგმატული ინტერესი გააჩნია. ერთადერთ მიზანს ემსახურება საკანონმდებლო ცვლილებები მოხდეს თანხების შემოდინება გამჭირვალედ იყოს თანხმობები სახელმწიფოს მხრიდან გაცემული იმდენად რამდენადაც ძალიან ხშირ შემთხვევაში ეს გრანტები არა კეთილი, არამედ ქვეყნისთვის ძირგამომთხრელი, რეპრესიული, რევოლუციური და ასე შემდეგ მიზნებისთვის გამოიყენება და აი ამ ჭრილში რაღაც დაასრეს თითქოს მოვლენებს და ამ ნაცური ფასადის ფონზე საფრანგეთის ელჩი ხელს აწერს გრანტების გაცემას ნაცებზე, ნუ თავის თავზე მეტყველებს ეს ყველაფერი. უცხოური გრანტების შესახებ კანონზე გამოთქმულ კრიტიკას მმართველი გუნდი აფასებს. შალვა პაპუაშვილმა გადაცემა იმედი ლაივში უცხოური ფული დაფინანსებულ ორგანიზაციებსა და მათ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე ისაუბრა. პირველი კანონმდებლის თქმით, აბსურდია, როდესაც გარკვეული ჯგუფები სამოქალაქო საზოგადოების სახელით მოქმედებენ, პარალელურად კი ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგებიან. პაპუაშვილი ამბობს, რომ NGO-ების ქსელი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკვე ამხილა, ახლა კი საინტერესოა ანალოგიურად მოიქცევა თუ არა ევროკავშირი. ჩვენ 3 წელია და ახლობით რაც უკვე ვამხელთ ამ ყველაფერს, თუ როგორ იხარჯება ეს მავნებლობისთვის, როგორ იხარჯება ეს ძალადობისთვის, როგორ იხარჯება ეს პროპაგანდისთვის, დეზინფორმაციისთვის, სიძულვილისთვის, ხელისუფლების გადაყირავებისთვის, ანტიდემოკრატიული ნაბიჯებისთვის, როგორ იხარჯება მათ შორის ევროკავშირის მოქალაქეების ფული საქართველოში. როგორ იხარჯებოდა ამერიკული ფული ამისთვის საქართველოში, რომ დაემხოთ ხელისუფლება ძირი გამოეთხარა დემოკრატიისთვის. ამერიკის ხელისუფლებამ თავად ამხილა ის ქსელები, რომელიც არსებობდა მედიაში გავლენების მოსაპოვებლად, არსებობდა NGO-ებში გავლენების მოსაპოვებლად, იმისთვის, რომ სხვა ქვეყნების ხელისუფლებებზე გავლენა მოეხდინათ. რა ხდება ახლა? ევროკავშირი საით იყურება. აპირებს თუ არა რაიმენაირად მაინც ფეხი აობას აი ამ ხილებებს და თავადაც აღიაროს რაღაცეები. მე როდესაც ვიკითხე მათ შორის ევროკავშირის მოქმედ ელჩთან, როცა ვკითხე მას, რომ ევროპის დემოკრატიის ფონდი აფინანსებს, მაქვს დიდი ეჭვი, რომ აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს, პოლიტიკურ პროცესებს, რადიკალურ ჯგუფებს
რამოდენიმე ხნის შემდეგ მან მითხრა, რომ მან მოიძია, ჩახედა რა პროექტებია, რა ფინანსდება და დამეთანხმა მე რომ ნამდვილად აქ ჩანს პოლიტიკური სარჩურა. მე ვუთხარი რომ კარგით მაჩვენოთ იქნებ რა პროექტებია. მითხრა რომ არა, არ შემიძლია. აი ამას რომ აკეთებს ელჩი ევროკავშირის, რომ მასპინძელი ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირს უმალავს თუ რას აფინანსებს მისი ბიუჯეტიდან და თან აღიარებს. ამის შემდეგ ეს ძალად გაკურვებული სახეებსო ხედავდა ევროპელი ჩინოვნიკების და აღშფოთებას და შეშფოთებას, რა თქმა უნდა, ეს არის ყველაფერი ფარსი. ელენე ხოშტარია რუსეთიდან ჩარიცხულ თანხებზე ისევ დუმს. საუბარია 250,000-მდე დოლარის ტრანშზე. მმართველი გუნდის შეფასებით რუსული ფული ხოშტარიების ოჯახის გავლით საქართველოში რადიკალიზმის გაღვივებას და არეულობის მოწყობის მცდელობებს ხმარდება. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ოკუპანტი ქვეყნიდან დაფინანსების მიღება პროევროპელობის სტატუსს ამოფარებული ოპოზიციის რეალურ სახეს კიდევ ერთხელ აჩვენებს. ხოშტარიას ხელით ხდება საქართველოში ზიზღის, ძალადობის, არეულობის ინსპირირება და ის როგორც ეკადრება ეს სხვადასხვა მხრიდან გავლენის აგენტებს, ზუსტად ასე იქცევა. ერთი ჯიბეშიც ფულს იღებს, მეორე ჯიბეშიც ფულს იღებს იმისთვის, რომ რაიმენარად დააზიანოს ქართული ხალხი. ამას ვაკვირდებით ჩვენ უკვე დიდი ხანი არის, მორალი აქვს, რთულია რაიმენარად მოიკითხო, იმიტომ რომ ეს ადამიანი ხედავ ჩვენო უბრალოდ ეწინააღმდეგა ყველაფერს, რაც კი დაკავშირებული არის საზოგადოების მშვიდობიან განვითარებასთან. ღიად ფულის გადაცემა რაღაც ბაბუის ლეგენდის მოგონებით არის ხელსაყრელი იმისათვის, რომ ყავდეს ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი, რომელიც მუდმივად ეცდება ბზარი გააჩინოს საქართველოს ხელისუფლებასა და ევროკავშირის შორის. ეს რუსეთის ინტერესია, თუმცა ესე გლობალურად თუ არ განვიხილავთ ელენე ხოშტარიას ფიგურას, რასაკვირველია, შეიძლება დავასკვნათ, ვიგულისხმოთ ყოველ შემთხვევაში სულ მცირე რომ ყველაზე მეტი ისა მაჩვენებელი აქვს პოლიციელების მანქანაზე შეხვდომის და ხულიგნობის, რომელიც არათუ პოლიტიკური ლიდერისთვის, ზოგადად ადამიანისთვის ძალიან არაბუნებრივია. ფაქტია, რომ ღებულობს უშველებელ რესურსს რუსეთის ბიუჯეტიდან და ვიღაცისგან ხელს იშვებს, რომ რუსეთის წამხედურები არიან და მათ პოლიტიკას ატარებენ. ხოშტარია არის აი კაფიო ნათელი მაგალითი, ორმაგი აგენტის, როგორ შეიძლება იღებდე საკმაოდ ბევრ დიდ ფულად სახსრებს რუსეთისგან, ამ დროს კონდეს რაღაც ევროპული მანტია მორგებული და ცდილობდა საზოგადოების მოტყუებას. საზოგადოება როდესაც უყურებს ელენე ხოშტარიას, წმუნდება, რომ არნაირი მორალური კომპასი რადიკალურ ოპოზიციას არ გააჩნია და ყველაფერი არის სრული აბსურდი, რაზედაც ისინი აპელირებენ, ცდილობენ საზოგადოების მოტყუებას. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით რადიკალურ ოპოზიციაში დაპირისპირება გრძელდება. ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ამბობს, რომ საარჩევნო პროცესში არ ერთვება, იმ ოპოზიციურ პარტიებს აკრიტიკებს, რომლებიც პირდაპირ არ ადასტურებენ პოზიციას, მიიღებენ თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. ქართული ოცნების წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ მათი ოპონენტები არც ქართული ხალხის ინტერესებს ითვალისწინებენ და ვერც საკუთარი გადაწყვეტილებით დგამენ კონკრეტულ ნაბიჯებს. საქართველო ჩვენ კოორდინირებთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე, რადგან ვთანხმდებით გიორგი გახარიას გუნდის განცხადებები აშკარად ტოვებს იმ შესაბამისებას, რომ რა თქმა უნდა მათ აქვს აბსოლუტურად განსხვავებული დამოკიდებულება ძალიან ბევრ საკითხთან მიმართებაში, მით უმეტეს ამ საკითხთან დაკავშირებით, ამიტომ ახლა ვერ ვიტყვი, რომ ერთიანი არის. ხელმოწარულობის გამო არსებულ ღრმა დეპრესიული სიტუაციიდან თითქოს რაღაცა გამოსავალს ეძებს რადიკალური ოპოზიცია, დღევანდელი მათი მოცემულობა არის ძალიან სავალალო. ჩვენს ხსმენია ესე კულუარულად გამოსული ხმები, თუ როგორი დასანანია მათთვის ისო დღეს პარლამენტში არ არიან ცალკეული წევრები, თუმცა იმ დავალებებს, რომელსაც იღებენ ქვეყნის ფარგლებს გარედან მონებრივია, როგორც ნებისმიერი აგენტი ამ დავალების შესრულებაზე უარს ვერავინ ვერ ამბობს და ეხლა რაღაც ტყუილი და თვალთმაქცობა რომ უეცრად მიიღებენ გადაწყვეტილებას სასაცილოა, თუმცა ჩვენ გვახსოვს მათი პრინციპულობის ძალიან მაღალი ხარისხი ბჭყალებში, პუფების ზახილით, როგორ შემოგზავნდნენ და რიგი დაეწყო რადიკალებისა საქართველოს პარლამენტში, მაშინ როცა ერთმანეთს ამ პუფებს დაუძახებთ, ვინც კი ფეხს შედგავს პარლამენტში. რა შეძლო, რომ ოპოზიციამ ახლა რო რამე შეძლოს, რა თქმა უნდა, ვერც გაერთიანება შეძლებენ, ვერც არჩევნებში რაიმე ხელშესახების შედეგის მიღებას, ვერც იმ
მავნებლური ბრძოლის მოგებას ქვეყნის წინააღმდეგ, რომელსაც აწარმოებენ, რა თქმა უნდა, კითხვაზე პასუხი არის, რომ ვერ შეძლებენ. თუმცა ეს ვერ შეძლებენ სამწუხაროდ წარიმართება მათი საკმაოდ აგრესიული კამპანიის ფონზე და რაც კიდევ უფრო მეტი სამწუხარო არის, გარედან წამოსული მნიშვნელოვანი დახმარების ფონზე, რაც რეალურად ასულდგმულებს ჩვენს ოპოზიციას და ოდნავ მაინც აძლევს რაღაც შანსს, რომ იფართხალონ პოლიტიკურ ზედაპირზე. მართველი გუნდის წარმომადგენლები პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრის სიტყვერ შეურაცხყოფას ფაშისტურ თავდასხმად აფასებენ. ალუდა ღუდუშაურს ორგანიზაცია სირცხვილიას წევრი მიეჭრა, ვიდეო გადაუღო და სოციალურ ქსელში ატვირთა. მინდა აუცილებლად გაიმარჯვოს და გამარჯვება პირდაპირ პროპორციული იმის, რომ თქვენაერი ადამიანები არა ეს არის ნაცური მორალი, უბრალოდ მორალის არ ქონა რაღაც ფაშისტური თავდასხმები ადამიანებზე, ცდელობა ისინი წყობიდან გამოიყვანონ, ვითომ აღშფოთებული რიგითი მოქალაქე, სინამდვილეში ჩვეულებრივი რიგითი ნაცები და აი ეს ყველაფერი კიდე დასტურია იმის, თუ რა რეჟიმი იყო 2012 წლამდე და დღეს ამ ყველაფერს სახელმწიფოს მხრიდან რო ვეღარ ახერხებენ, ხელში იარაღი რო ვერ უჭირავთ, ციხეებში რო ვერ ამწყდევენ ხალხს და ასე შემდეგ, ამ ყველაფერს ცდილობენ ქუჩიდან აი ესეთი ფაშისტური მეთოდებით განახორციელონ და დასრულდეს ეს ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში და საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა ამოიწურება ის რესურსიც, რაც აი ამ სიძულვილს ახასიათებს პირდაპირ ნაცებიდან, რაც მომდინარეობს. ხელწერა რა, ეს მივარდნა სახში, მცირეწლოვანი ბავშვის, ხმაყუცებულის იგნორირება ეს ჩვეულებრივი თემა, მეთოდია, რომელსაც ასწავლიან. მეთოდია, რომელიც გაიარეს, რასაკვირველია, დიდი ტრეინინგები ჩატარდა ამასთან დაკავშირებით, რომ შეუქმნა დისკომფორტი. სიმართლე იმდენად მწვავეა და იმდენად ბნელია ის წარსული, რომლიდანაც ამოძახილია იმ არველაძეებიდან, ამოძახილია ეს მამამისის წარსულიდან ამოძახილია ამ აქტივისტმა, რაც გაემეორა და ბევრია ესეთი, ისეთ იმდენად ბნელი და სისხლიანია ეს წარსული, რომ ვეღარ გუობენ სიმართლეს. თბილისში საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მე-9 სხდომა გაიმართა. განიხილეს ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების საკითხები. მხარეებმა იმსჯელეს საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის გაღრმავების პერსპექტივებსა და საინვესტიციო ურთიერთობებზე. კომისიის წევრებმა ორ ქვეყანას შორის პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებულ საკითხებზეც ისაუბრეს. განხილვის ერთ-ერთი თემა იყო ასევე შუა დერეფნის მნიშვნელობა და საქართველოს როლი. მიმოვიხილეთ ტრანსპორტ სფეროში თანამშრომლობა, ამ კუთხით ხაზი გაუსვით შუა კორიდორის მნიშვნელობას და იმ ტვირთნაკადის ზრდას, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით შთამბეჭდავია და ამ კუთხით ჩვენ ასევე შევთანხმდით გარკვეული თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებაზე იმ მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც საქართველოს და ჩინეთმა გასულ წელს მოაწერა. 2023 წელს საქართველოს და ჩინეთმა გამოაცხადა სტრატეგიული თანამშრომლობა, მას შემდეგ მნიშვნელოვნად არის გაზრდილი თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში და სხვადასხვა მიმართულებით, განსაკუთრებით სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით, ტურიზმის მიმართულებით, ტრანსპორტის მიმართულებით. გაზრდილი არის მნიშვნელოვნად ვიზიტები, როგორც სამთავრობო დონეზე, ასევე რეგიონების დონეზე და რა თქმა უნდა ეს გვაძლევს ჩვენ სურათს იმისას, რომ თანამშრომლობის სივრცე და შესაძლებლობები სხვადასხვა სექტორში, სხვადასხვა სფეროში ჯერ კიდევ მრავალი არის. იუსტიციის სახლს შეფასების ერთიანი სისტემის ეფექტიანი მომხმარებლის სტატუსი მიენიჭა. გადაწყვეტილება ყოველწლიურ ღონისძიებაზე მიიღეს, რომელიც პოლონეთში ჩატარდა. კონფერენციას ევროკავშირის წევრი და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების 160-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა. იუსტიციის სახლის პრაქტიკა 18 საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას შორის მოხვდა. პოლონეთში, კერძოდ ვარშავაში გამართულ ოფიციალურ ღონისძიებაზე იუსტიციის სახლი 18 საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას შორის დასახელდა. მოხარულები ვართ, რომ იუსტიციის სახლმა აქტიურად დანერგა ევროპული შეფასების ერთიანი სისტემის კაფის სტანდარტი და ის გახდა ეფექტიანი მომხმარებლის სტატუსის მქონე დაწესებულება. აღნიშნული სტატუსის მოპოვება დაკავშირებულია კომპლექსურ პროცესებთან და ის თავის თავში მოიცავს ისეთ მიმართულებების შეფასებას, როგორიც არის ორგანიზაციული მართვა, ადამიანური რესურსები, ფინანსური ოპერაციები და რაც ყველაზე მთავარია იუსტიციის სახლისთვის, ინოვაციების დანერგვის პროცესი. აღნიშნული სისტემა ეხმარება ორგანიზაციას თვითშეფასების გზით გამოავლინოს მისი სუსტი და ძლიერი მხარეები, დაგეგმოს გასაუმჯობესებელი ქმედებები. აღნიშნულ კონფერენციას
კონცეფციაზე, რომელზეც იუსტიციის სახლის დაჯილდოვება განხორციელდა, ხაზგასმით იქნა აღნიშნული იუსტიციის სახლის წამყვანი როლი სერვისების სიმარტივესა და მათი მიწოდების უზრუნველყოფის ნაწილში. აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქია ამ პროექტის საგაზაფხულო სიახლეები ქრონიკა პირდაპირ ეთერში 16 საათზე ქეთი ქაშაკაშვილთან ერთად დაბრუნდება ნახვამდის.